გიორგი ტომასიანი არის ჩვენი სტუმარი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. მოგესალმებით, გიორგი. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და შერა სიტყვი ბოლოს ძალაშია ცეცხლის შეწყვეტა თუ არა ჯერ კიდევ. ცეცხლის შეწყვეტა რეალურად არ არსებობს, იმიტომ რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც განაცხადა, რომ ასეთი შეთანხმება მიღწეული არ არის. ეს არის ტრამპის კეთილინება. ტრამპი შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირაების განმავლობაში თამაშობდა კეთილი პოლიციელის როლს, სანამ ისრაელი თამაშობდა ამ ბოროტი პოლიციელის როლს. მაგრამ შემდეგ თვითონაც დაბომბა, ხო? შემდეგ თვითონაც დაბომბა და ოსტატურად მოატყუეს ირანი, რაშიც საჭირო იყო და შესაბამისად ეს არის ტრამპის განცხადებების მიღმა უნდა ვუყუროთ ქმედებებს. გახსოვთ, ამას ვამბობთ სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით, იქნებოდა ეს ევროპაში, უკრაინაში და ზუსტად იგივეს ვამბობთ ირანში. მთავარი სტრატეგიული ამოცანა ამ ეტაპისთვის მიღწეულია. პირველი ამოცანა იყო განადგურება ირანის, ესე იგი, ბირთვული პროგრამის, რომელიც ფორდოს დაბომბვის შემდეგ პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ მეტწილად განადგურებულია, თუ საჭიროება იქნება დარწმუნებული ვარ. თუმცა ირანი ამბობდა, რომ ჩვენ გავიტანეთ იქედან ურა გამდიდრებული. ვერ გაიტან ესე მარტივად და გააჩნია კიდევ როგორც გითხარით, შეერთებული შტატები გააგრძელებენ დაკვირვებას და რა თქმა უნდა თუ იქნება ისეთი ადგილი, სადაც საჭიროება იქნება დაბომბვის, როგორც ვხვდებით, არავინ არ მოერიდება ასეთ ქმედებებს. ბირთვული პროგრამა უნდა დასრულდეს. მეორე საკითხი არის, რა თქმა უნდა, ბალისტიკური პროგრამის დასრულება, ეს უკვე ისრაელის პასუხისმგებლობა ძირითადი და შემდეგ უკვე რეჟიმის ცვლილება. შეგახსენებთ, გუშინ ტრამპმა განაცხადა, ამიტომ ცოტა ემოციების გარეშე უნდა შევაფასოთ მისი ტექსტები და შინაარსში ჩავხედოთ. განაცხადა, რომ რეჟიმის ცვლილება დგას დღის წესრიგში. შესაბამისად, ირანში რეჟიმის ცვლილება ნიშნავს რეზა ფეჰლევის შაჰის. ხო, მაგრამ თუ შეთანხმებას უჭერს ხარს, ახლა გამოდის, რომ რეჟიმმა შეინარჩუნა, ხო? გასაგებია, მაგრამ ნახეთ, ამერიკა უჭერს ხარს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. შესაბამისად, ამერიკასთან ომის გაგრძელებას აზრი არ აქვს ირანთან. შეგახსენებთ, რომ ირანმა უშინ დაარტყა ამერიკულ ბაზებს, ეცადა, მაგრამ ვერ მიაღწია ცხადია. კატარში, ბაჰრეინში და ქუვეითში, თუმცა ვერაფერს ვერ მიაღწია პრინციპში და შეერთებულ შტატებს ახლა უნდა პაუზის აღება, იმიტომ რომ მისი სტრატეგიული ამოცანა შესრულებულია, აღარ ჭირდება შეერთებულ შტატებს ომში მონაწილეობა. ახლა ამ პროცესებს გააგრძელებს ისრაელი. ხანდახან დაარღვევს მათ შორის შეერთებული შტატების მიერ რაც განსაზღვრულ მიდგომებს. ხო, მაგრამ ტრამპი ცოფებს ყრიდა, ხო, რა ჯანდაბას აკეთებენ ისრაელზე გაბრაზებული. ეს ემოციებია, მერაბ, შინაარსი ჩვენ ვნახეთ არა მხოლოდ ტრამპის, უკაცრავად ტრამპის, ესე იგი შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ევროკავშირის ყველა წამყვანი ქვეყნის კაფიო განცხადება ირანს არ შეიძლება კონდეს ბირთვული იარაღი. ეს არის მთავარი. დანარჩენი არის ემოციები. დღეს ერთ რამეზე ვსაუბრობთ, ხვალ რო შეხვდეთ, სხვა რამეზე ვისაუბრებთ. შესაბამისად, მთავარი არის რომ ბირთვული იარაღი ვერ ექნება. ეს არის უმკაცრესი და უმნიშვნელოვანესი დარტყმა დიქტატორული ბანაკისთვის, იმიტომ რომ დიქტატორული ბანაკის ღერძი დგას ჩინეთი, რუსეთი, ირანი ამ სამეულზე. შუაში არის თურქული კავშირი, რომელიც შუა პოზიციას იკავებს. თურქეთი არის უფრო დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, ხოლო ცენტრალური აზიის სახელმწიფოები აშკარად ჩინეთის და რუსეთის მოკავშირეები, მაგრამ ბალანსში ჯდება და არაბული ქვეყნების დიდი ნაწილი მაინც ბალანსი ჭერს, მათ შორის აი ამ ორი ცენტრის პარალელურად პაკისტანი კიდე ცალკე შემთხვევაა. შესაბამისად, ძირითადი ეს ღერძი ამ მომენტისთვის დაზიანებულია მნიშვნელოვნად. ირანისთვის ბირთვული იარაღის პროგრამის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ახლო აღმოსავლეთში მყარდება დემოკრატიული და დასავლური შესაძლებლობები, რადგან ისრაელი არის მთავარი წარმომადგენელი აქ დასავლური ცივილიზაციის, რომელიც იქ აკონტროლებს ვითარებას იმისა, რომ იქ არანაირი ისლამისტური, ტერორისტული, ასე ვთქვათ, იდეები, რომელიც გააჩნიათ, იქნება ეს სუნიტური ისლამის გამოყენებით თუ შიიტური ისლამის გამოყენებით, არ იყოს ეს კაცობრიობისთვის არის საფრთხე, ანუ ფანატიკოსებს, ფუნდამენტალისტებს ხელში რომ ქონდეთ ბირთვული იარაღი, ეს საფრთხე არის კაცობრიობისთვის, იმიტომ რომ ეს რაკეტებიც თბილისამდეც ხომ მოდის ჩვეულებრივ და ევროპამდეც კი აღწევს ირანის რაკეტები, ასე რომ ჩვენ ხედავთ რომ ისრაელში ვარდება მათი ბალისტიკური რაკეტა. ეხლა წარმოიდგინეთ რომ ერთ-ერთში იყოს ბირთვული ნაწილი. ეს ხო კატასტროფა არის. ამაზე ხო ბირთვული ომის დასაწყისი, ამიტომ აიათოლას რეჟიმი წესით და რიგით ანუ მე ვფიქრობ რომ იქეთკენ წავა რომ მაინც რეჟიმის დასრულება იქნება აუცილებელი. ამის თქვის საშუალებას რა გაზრდას? როგორც ჩანს, ეხლა რადგან ამერიკამ თქვა რომ შეთანხმება უნდა შედგეს, ის არ არის ბოლომდე თანახმა რომ იქ რაღაც რეჟიმ ჩეინჯი მოხდეს და ამ ოპერაციას ამერიკა არ ატარებს ასე. გუშინ ტრამპმა დაწერა რომ რეჟიმის ცვლილება არის მთავარი საკითხი. შეიძლება ზეწოლისთვის, ხო? დღეს ახლა სხვანაირად ლაპარაკობთ. შესაძლოა, მაგრამ ძირითადად ჩვენ რასაც ფეხლევის აქტიურობასაც ვხედავთ და ირანის აქტიურობასაც, შესაძლოა ეხლა გარკვეული პაუზა იყოს
იმ ხრივ რომ იყოს აი ცდელობა ამ ფორდოს დაბომბვის შემდეგ თან დაკვირვების რომ გაარკვიონ რა ვითარება არის ირანში, მაგრამ დიდი ალბათობით შემიძლია ვთქვა რომ ცეცხლის შეწყვეტა ვერ გასტანს დიდხანს და საბრძოლო მოქმედებები განახლდება, რომლის შედეგადაც ირანი არის მოწყვლადი, ისრაელმა უცებ გაანადგურა ირანის საჰაერო თავდაცვა და საჰაერო ძალები, ირანის არის ღია იმისთვის, რომ ისრაელმა ბოლომდე მიიყვანოს მისი საქმე და გაანადგუროს მთელი მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა. მნიშვნელოვანი საკითხი არის, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღე ხა ტრამპი ითხოვს დაჟინებით დაბრუნდეს, ეხლა აგერ ბოლო განცხადება რაც გააკეთა დონალდ ტრამპმა იყო რომ ისრაელის თვითმფრინავები უკან დაბრუნდებიანო აუცილებლად. კი ბატონო, იქნება მცდელობა მშვიდობის შეთანხმების. თუ ამ ეტაპზე მოხდება შეჩერება კონფლიქტის, ეს შეიძლება იყოს დროებითი კარგი ეფექტი, იმიტომ რომ დროებითი შედეგები მიღწეულია და შესაძლებლობას მისცემს მათ შორის შეერთებულ შტატებს და ისრაელს, რომ გარკვეული გათვლები გაატარონ თუ რა ცვლილებები არის შესატანის სტრატეგიაში. როგორც ხვდებით, არანაირი პრობლემა არ არის, რომ ნებისმიერ დღეს გავიღვიძოთ და გავიგოთ, რომ დაწყებულია ომი. თან როგორი ომი ისრაელს და ებრაელს გააჩნია ეს სიბრძნე, რომ არ დაელოდონ სანამ მათ დაარტყავს მტერი, რომელიც ამბობს, რომ გაგანადგურებთ, გავაქრობთ, პირდაპირ ისრაელის სახელმწიფოს გავანადგურებთ. ხშირად უნდა შევახსენოთ იმ ხალხს, ვინც ამბობს, რომ აი ირანის თავდასხმა და ასე შემდეგ და თითქოს ისე ჩანს, რომ არა, ირანი პირდაპირ ამბობდა, რომ ჩვენ ვაპირებთ ისრაელის განადგურებას. არ ამართლებთ ამ თავდასხმას, მაგრამ მეორე მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ხა თავდასხმა შეიძლება არავის არ გაამართლა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ირანს ოფიციალურად აქვს გამოცხადებული თავის დოქტრინად ისრაელის განადგურება. ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა ჩვენ რო ვიყოთ ისრაელის ადგილზე, არსებობს სადღაც სახელმწიფო, რომელსაც აქვს ბალისტიკური რაკეტები, მალე შეიძლება ბირთვული არ ქონდეს, რომელიც ოფიციალურად აქვს გამოცხადებული, რომ შენი სახელმწიფო უნდა გავანადგურო, არ უნდა არსებობდე და არანაირი ფორმით თავარ მოედანზე უდგათ საათი, რომელიც უკან ითვლის ირანის ისრაელის განადგურების დროს, ასეთ. ანუ პრაქტიკულად საუბარია ჰოლოკოსტის გამეორებაზე, ამ შემთხვევაში არა ნაცისტური იდეოლოგიის გამოყენებით, არამედ ისლამისტური ფუნდამენტალისტური იდეოლოგიის გამოყენებით, მაგრამ ებრაელი ერის საკუთარ სამშობლოში განადგურებაზე არის საუბარი და რა თქმა უნდა ამის შესაძლებლობა როცა არსებობს რომ ეს არ უნდა დაუშვა, რა თქმა უნდა ეს არ უნდა დაუშვა, ამიტომაც ისრაელმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, მით უმეტეს იმის ფონზე რომ 90%-მდე ქონდა ბოლო კვირეების განმავლობაში ირანს გაზრდილი ბირთვული იარაღის, ბირთვული ანუ ურანის გამდიდრების მაჩვენებელი. უკაცრავად 3.6 არის მშვიდობიანი მაჩვენებელი პროცენტი, ესე იგი ურანის გამდიდრების თუ გჭირდება ენერგეტიკის მიზნებისთვის და 90% არის უკვე ბირთვული იარაღისთვის შექმნისთვის აბსოლუტურად საკმარისი. ამიტომაც მათ აფრთხილებდნენ რომ უარი თქვით გამდიდრებაზე ურანის და მაშინ არანაირი ომი არ იქნება. ამერიკაც 60 დღეს აძლევდა და 61 დღეს მოხდა ეს თავდასხმა. ეს არის უბრალოდ გლობალური პროცესი, პრაქტიკულად შეგვიძლია თქვა რომ დემოკრატიებსა და დიქტატორებს შორის ომი მიმდინარეობს. ერთი ფლანგი არის სწორედ ირანის მიმართულება, მეორე ფლანგი არის უკრაინა რუსეთის მიმართულება. რუსეთი და ირანი აქტიურად არიან ომში ჩართული. ცენტრი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის არის ჩინეთი. ჩინეთს ჰქონდა გეგმა, რომ პაკისტანივით გააძლიერებდა ირანს. პაკისტანში, როგორც ვნახეთ, ინდოეთთან ომის დროს რეალური შესაძლებლობები აქვს პაკისტანს საჰაერო ძალების, ჩინური თვითმფრინავის მეშვეობით, ჩინური საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების და ჩინური ტექნოლოგიები ნამდვილად ძლიერი არის, როგორც ჩანს. ამიტომ თუ ეს ირანს ექნებოდა, პრობლემა იქნებოდა გაცილებით რთული. დღეს ირანს რაც ჰქონდა, იყო ძალიან სუსტი, თან რუსული ტექნიკა, რუსულმა ტექნიკამ ვერ გაამართლა, ამიტომაც სანამ დრო იყო ისრაელმა მიიღოს. დახმარებაც ეხლა რაღაცა მნიშვნელოვანი ვერ აღმოუჩინა რუსეთს, მაშინ როცა ირანი ეხლა რუსეთს აწვდის ამ უპილოტო საფრენ აპარატებს, ხო, შაჰიდებს, სულ ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა უკრაინაში რუსეთმა და რუსეთმა, მანამდე კი მიაწოდა რაღაც რაკეტები, ხო, ეს S-400 და 300 და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ეტაპზე ერთადერთი რაღაცა სიტყვებით განცხადებები შემოიფარგლება მხოლოდ რუსეთი და იყო მედვედევის ეს რაღაცა უცნაური განცხადება, რომ ბირთვული იარაღსო სხვა ქვეყნები მიაწვდიან ირანსო თუ თქვენ მას არ მიცემთ შექმნის საშუალებასო. რაზეც მოყვა მწვავე გამოხმაურება ტრამპის მხრიდან და ვიცე-პრეზიდენტის მხრიდანაც. აქამდე მედვედევი ხშირად წერდა რაღაც სიგიჟეებს, მაგრამ მას არამოყურადღებას არ აქცევდა. მაგრამ ამ განცხადებას ძალიან მწარე რეაქციები მოყვა ტრამპისგანაც და რაღაც ხო არ მომესმაო ეს ყველაფერი. ხო აი ამაზე რა სიტყვია? რა მასე გადავიდა ეტაპზე ეს ურთიერთობა რუსეთსა და ამერიკას შორის. ამ შემთხვევაში მოუნდა იმის დასტური, ეს არის ოფიციალური პოზიცია თუ არაოფიციალური,
მედვედევმა უკან დაიხია, როგორც ნახეთ, შემდეგი განცხადებით თქვა, რომ არა, ჩვენზე არ არისო საუბარი და ვიღაც სხვა, ეს ვიღაც სხვა შეიძლება იყოს ჩრდილოეთ კორეა ან პაკისტანი, დიდი ალბათობით შეერთებული შტატები ამ პროცესს აუცილებლად დააკვირდება. აშკარა არის, რომ ალიანსში არიან და პრაქტიკულად ემუქრებიან ამ შემთხვევაში ბირთვული იარაღის გადაცემით, შეერთებული შტატები ამას არ დაუშვებენ. მე აშკარა არის, რომ შეერთებული შტატები წარმოუდგენლად წინ არის ტექნოლოგიით, ეს ეხლა რაც გამოიყენეს, ხო, B2 გამანადგურებლები პრაქტიკულად ეს არის 30 წლის წინანდელი ტექნოლოგია. წარმოიდგინეთ, დღევანდელი ტექნოლოგია რა არის. ამის შესაფერისი დღეს არაფერი არსებობს დედამიწაზე. ამიტომ შეერთებულ შტატებს ამის განხორციელების საშუალება დიდი ხანია ჰქონდათ ირანის მიმართულებით და უბრალოდ ელოდებოდნენ იმას, რომ იქნებ სხვა გვარად მოგვარდეს. ზუსტად იგივენაირად ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ერთი მხრივ არ დაუშვან ირანისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა და ამისთვის ყველა ხერხი იქნება გამოყენებული და თქვენ ხედავთ, რომ არანაირი შეზღუდვა შეერთებულ შტატებს ამ მხრივ არ აქვს. მაგრამ ეს რეჟიმი თუ დაარჩა ირანში, რომელსაც კიდევ ოფიციალური იდეოლოგია და სხვა არა პოლიტიკური, რელიგიური იდეოლოგია და ეს გამოცხადებული გაანადგუროს უნდა ისრაელი, ადრე თუ გვიან შეიძლება ის ამ საკითხს დაუბრუნდეს. ზუსტად, ეხლა გაძლიერდება, ჩინური იარაღს მიიღებს აუცილებლად, ხედავთ რომ რაღაცებს ეხლაც იღებს, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით და კიდევ უფრო საფრთხე იქნება და ბირთვული იარაღი შექმნის. მაშინ კითხვა შევა რატო არ უნდა ამერიკას რო ბოლომდე მიიყვანოს საქმე. და გუშინდელი განცხადება მაგას იქ იყო რაღაც სრუტის გადაკეტვის ეშინიათ და ასე შემდეგ, ხო რაც ნავთობის ფასს გაზრდის. ნავთობის ფასი 7% დაეცა გუშინ. ბაზრები უცნაურად მუშაობს, რბილად რო ვთქვათ, ისე არა როგორც ვიღაცა მოელის და ნუ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფინანსური ცენტრი დედამიწაზე მდებარეობს შეერთებულ შტატებში. ასე რომ შეერთებული შტატები ახერხებენ წარმოუდგენლად დიდ გავლენას ფინანსურ დინამიკაზე მსოფლიოში, ამიტომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ნუ მეორე საკითხია, რომ ეხლა ეს რეჟიმ ჩეინჯები ასე ვთქვათ, არასდროს თავდება სტაბილურობით. და ვინ თქვა სტაბილურობა საჭიროა? ჩვენ ნახეთ ხო სხვა ქვეყნებში, ერაყში რა მოხდა, სხვაგან რა ვიცი, არაბული გაზაფხულები და ასე შემდეგ და ნუ იგივე ავღანეთში რა მოხდა და შეიძლება ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ვთქვათ, ფიქრობს ამერიკა, რომ ამაში არ უნდა ჩაერიოს ასე. უნდა ვთქვათ, რომ წარმატებული იყო ერაყში რეჟიმის ცვლილება, იმიტომ რომ ერაყი თავის დროზე წარმოადგენდა უდიდეს საფრთხეს მეზობელი სახელმწიფოებისთვის, ეს იყო არაბული ნაციონალიზმი, არაბული ქვეყნების გაერთიანების იდეა ჰქონდა სადამ ჰუსეინს და პრაქტიკულად ზუსტად იგივე ნარატივით მერე ისრაელის მიმართულებით. ანუ საბოლოო ჯამში აქ არის ისლამური ნარატივები, შეიძლება ეს იყოს არაბული ნაციონალიზმი, ირანის შემთხვევაში ეს არის შიიტური, ასე ვთქვათ, იდეოლოგია, ჩვენ ხედავთ თურქეთშიც მზარდ თურქულ, ოსმანურ იდეოლოგიას, ეს ცალკე თემა არსებობს ორი ძირითადი სცენარი. ერთი სცენარი დაიშლება ირანი ეთნიკურ ჯგუფებზე, ბევრი ეთნიკური ჯგუფის ნარევი არის ირანი რეალურად. მეორე მიმართულება არის, რომ შენარჩუნდეს დღევანდელ საზღვრებში, ოღონდ ხელისუფლება შეიცვალოს და შაჰი რეზა ფეჰლევი ჩამოვიდეს და განაგრძოს დემოკრატიზაცია ირანის. ახლა უცებ და წარმატებული ეს რომ ვერ იქნება, გასაგებია, მაგრამ ეს შეიძლება იყოს უდიდესი გამარჯვება დემოკრატიული ბანაკისთვის, იმიტომ რომ მთელი ჩინური კონფიგურაცია ევრაზიაში დგას სწორედ ჩინეთ, რუსეთ, ირანის. შეგახსენებთ, სამივე არის ოფიციალურად ერთმანეთის მოკავშირე. ჩინეთი ირანის და რუსეთის, რუსეთი ირანის და ჩინეთის, ირანი რუსეთის და ჩინეთის. ანუ ერთმანეთის მოკავშირეები არიან. უბრალოდ ამ დიქტატურებს არ აქვს ეფექტური თანამშრომლობის და თავდაცვის შესაძლებლობები ერთმანეთთან, როგორიც აქვს ნატოს, როგორიც აქვს დასავლეთს, მაგალითად იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან, ავსტრალიასთან და მათ შორის ისრაელთან. შესაბამისად, იქ ერთობა არ არის ერთიანი რეალურად დიქტატურებში. მთავარი საკითხი ახლა რჩება ის, რომ ამ ფლანგზე გამარჯვების პარალელურად იკვეთება მარცხენა ფლანგზე სერიოზული სირთულე უკრაინაში, იმიტომ რომ პატური ჩიხური მდგომარეობა არის შექმნილი. სადაც ჩემი აზრით მთავარი მიღწევა იქნება თუ ნატო, რომელიც ისრაელზე გაცილებით უფრო ძლიერი ერთიანობა არის, თუ შეერთებულ შტატებსაც გვერდზე გადავდებთ ევროპული სახელმწიფოების ერთობლივი შესაძლებლობები ისრაელის ძალებს აღემატება ბევრჯერ, შესაძლებლობა აქვს, რომ საჩაკეტონ უკრაინაზე, როგორც ამას აკეთებენ ბრიტანეთი, საფრანგეთი, შეერთებული შტატები ისრაელის ცაში, იმიტომ რომ ეგრევე რაკეტებს, ანუ ჭურვებს, რომელიც მოდის ისრაელის მიმართულებით, ჰაერში ანადგურებენ. ეს იქნებოდა ძირითადი ასე ვთქვათ გამარჯვება უკრაინაში, რომ დაეცვათ უკრაინის საერო სივრცე და მესამე აი ცენტრალური მთავარი თემა უკრაინასა და ირანს შორის ეს არის კავკასია.
და კავკასიაში მიმდინარეობს ასევე მნიშვნელოვანი ბრძოლა რეალურად. ეს არის რა თქმა უნდა თურქული კავშირის პროცესი, რომელიც აქ მყარდება და ეს არის ცალკე საქართველოს სომხეთის. ხო, სომხეთმა პირდაპირ ირანს დაუჭერა მხარი ცალსახად. ხო, ნუ გასაგებია ხა მოკავშირეები არიან, ფაშინიანი გამოვიდა და პირდაპირ დაგმო ირანზე. რეალურად სომხეთმაც, აზერბაიჯანმაც, თურქეთმაც, ანუ მეზობელმა სახელმწიფოებმა ყველამ დაგმო ირანზე ეს თავდასხმა. ეს არის ძალიან ლოგიკური და ბუნებრივი, თუმცა იგივე სომხეთი არის მოკავშირე არა ირანის, ტაქტიკური მოკავშირე არის. არამედ მოკავშირე არის, იმიტომ რომ მისი ორი მეზობლიდან ერთ-ერთია, მისთან საზღვარი ღია იყო, თან ახლა აღარ არის რეალურად. არამედ სომხეთი არის დასავლეთის მოკავშირე. უბრალოდ არ არის ირანის წინააღმდეგ, იმიტომ რომ მეზობელია უკაცრავად. საქართველოს შემთხვევაში სხვა არის. საქართველოს ირანის მეზობელი არ არის და ჩვენი დაახლოება აიათოლას რეჟიმთან ეს არის წარმოუდგენელი ზიანი ჩვენს ისტორიულ კავშირებზე ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან, რომელიც სომხეთს ეს ისტორიული კავშირები ისრაელთან სულ სხვანაირი ქონდა, ანუ საქართველოს აქ იყო გაცილებით წინ და ჩვენ ეს ზიანი მივაყენეთ ამას. კი ბატონო, მადლობა დიდი, ჩვენ დრო მოიწურა სამწუხაროდ გიორგი ტუმასიანი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი იყო ჩვენი სტუმარი. მე გემშვიდობებით 1 საათით 9:30-ზე დავბრუნდებით გადაცემით პოლიტიკური სივრცე და უკვე პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებაზე ვისაუბრებთ იმ გადაცემაში.